ნახეთ რა კაი სათამაშოა. მოდი გოგა. აგათვალიერებინოთ. 42 ინჩი ორლები. ეს აერის სისტემა ძალიან აქტუალურია აქ. აი და გვიძახა. შეიძლება ანგარში ვაფშე ყვანი. না তোৎকি না აბა რომ ლაპარაკობდი რომ მინდა მეთქი ამანქანის ნახვა თქო ეს რა სიგიჟია რანაირთი უგანია წინ ეს არის სასწაული ჩაბა გეხოცები მანქანასთან დადიჭდი რა ჩემი ახლოს პატარა ვარ ოსაბულოთა კალამი აკაც გამაპია უნიმოკის ხიდებზეა როგორც YouTube-ში იყო აღწერილი აი ლევან აი ესეთი გიგა აი წინა საბურავებიც უხევს უკანა საბურავებიც უხევს მოკლედ ძალიან სერიოზული პროექტია ამ პროექტზე თუ უყურეთ შუაზეა გაჭრილი აი ეგ წინა კრილო და გადაბმულია და გრძელებულია ლიანად ვიხედოთ რა ხდება შიმანა ხო 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 YouTube-ზე გადაცემა თავიდან ბოლომდე კი ვნახეთ ნახოთ აბა ორი წელიწად ნახევარი მუშაობდნენ გაუჩინე. The engine is the Cummins? Cummins 6.7. 6.7. I have a Mechacat, but all I did is basically fill up the engine, replace all the unnecessary stuff. აბურავებს შეხედეთ რა. 56 ინჩიანი საბურავია. აი შუა მხარე არის ჩადებული, ჰა? შემუნი მოგზე დიდია. ეს რამხელა ამორტიზატორები უყენია ნახეთ რა დააგვირნით. რა სერიოზულად არის გაკეთებული. ამის კარდნებს შეხედეთ რა მაგარია. ამორტიზატორები ნახეთ. არა აქვს გასაღები, ვისაც აქვს გასაღები ამის წასულია და სამწუხაროდ არ გვაქვს იმის საშუალება რომ ეს მანქანა გავიყვანოთ და გარეთ ნორმალურად ვიდეო გადავიღოთ და განხილვაც და თუნდაც გავიაროთ. მონსტრი იქოქება, მონსტრი.
ხედა შეიძლება აიგო ხლა ის. იქა რამდენად გაყიდით და რატომ უნდა აწყო? просто ვინ უნდა აწყოს ეგა? ვეჭ ვახაწყობილი უნდა იქნება. მაგარი პროექტია ძალიან. სერიოზულად. მოკლედ სასწაული პროექტია მეგობრებო. 2 წელიწადნახევარია ჩადებული ისეთი შრომით, აქტიური. და ბოლოს მივიდნენ აქამდე. კიბე ხუა, კიბემდე მისვლაც პრობლემაა, აი. კიბეს კიბე უნდა. ბენზინის ჩამსხმელი პროფესია. შემოთა ფაქის ის. ნახე რა მხელა. საწვავი რო ჩაგის. ჯაბა ფეხი არ მოიტეხო, ჯაბა. აუ უკაცი ხარ მეფესა. ეს რა. ეს პიკაპი არა. ეს რაღაცა სუმამოული. ესე მოდიხარ დაინახავ მაგარ მანქანას Ford 44 ინჩზე. არა მაგარია და ისვათ ნელ-ნელა გაწევ. ჩვენი ოფროუდ სტიკერები, სოკარი და ასაული 56 ინჩი. ძალიან მაგარი პროექტია. მიკი თომსონების. შეიყვანს ეს უნდა არის პროსტა რაში ჭირდება ეს. მაგეთი ცხოვრობს მაქსაბსურა. ბიჭო, ტიპი ხო სუეგეთი მყარი არ იქნება. შეიძლება ჩვენც ვიყოთ ასე 96 წლის და მაგაში ყავს ახლა თუ იმ ტიპს? იმ წელს ის ჭირდება და რომ მიდი მოდი ეგ როგორ. მოიჭრელი მძღოლს ქირეო საფრიფანი ჩემი მოთე. ეგ როგორ შეო თუ თავის მანქანა არ გაიყვანა ახლა? იცის რა თავის საფრთხე. ტიპმა იმენა ჰაერის პადუში. ნახე, დადი საკეთებით რომ არ გაგუჭდეს. ახლა მაგიტომ მოგთირა და სულიყურებ. ხო და თქო იგივე დაიბერა პადოშკები აწიათ. საით მიდივართ ახლა ბატონო ზურა. ეხლა მივიდივართ იქ სადაც ცოტა ხნის წინათ იყო ვულკანის ამოფრქვევა. აჰა. სოფელი რომელიც მოსახლეობამ დატოვა. და გადავხედავთ გაციებულ ზოგ მომენტებში ცხელი ლავაც იქნება. ასეო საინტერესო გადასავლები კიდეც გვაქვს. ასე რომ არ ვიწყებ. ჯერ კიდე არა გაციებულ. ნახე ეგ. აი, ხეთური. ო. შეხედე ვერ ხედავ. ეს გზა არის ახალი დაგებული მე. ეს ძველი რაც იყო, ამან გადაფარა და ეს გაჭრეს მე რა. ეს არის ეხანდელი რა 1-3-4 თვის უკანდელია. ნახე რას გავს. მაშინ მოხარშვა ისა. წონა იმდენი გვაქვს ნაყიდი, ხო არ წავიღოთ ცოტა ჩავყარ. მე წავიღე აქედან როგორ იცი, აი იმით რომ გამოვიტანე რა ქვია ცხელი. და გავაციე და მივიტანე ტელევიზიაში იმეჯი. და დილას ანახეს მე ჩემი ის რომ არის. და ანაცავი. ინო. დაიკავახე და ცხელია. მოიცა ჯერ კიდე ცხელი. ცისფერი ლაგუნა. ტურისტული ზონა. ჩვენი მანქანა. ანალოგიური სიტუაცია აქვს კიდევ სხვაგან. ანუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქ ბევრად საინტერესოა და იქ წავიდე თუ აქ უბრალოდ მოვედი დასათვალიერებლად. სანახაობრივად როგორ გამოიყურება ცისფერი ლაგუნა. აი ნიანგი სად არის?
მოვედით სასტუმროში. Melada Katana. Nice to meet you. We are from Georgia. You know Georgia? Yeah, I know, but I never been there. Okay, next time. Next time I will go there. Yeah. One day I will go. I have another truck here also. To going. Nice. In here we have something pub, bar, beer. Yeah, there are a lot of. There are popping. Okay. ზურა, ყველაზე ბევრს ხრინაოდა. Ვიც ხრინავ ყველა ერთად აღშვიდა შეიძლება. აი ესეთი ოთახები გვაქვს. ხო და მიდი გაყვია მიუწექი ზურას. დაჟე living room-იც გვაქვს. ახე ჯაბა როგორ მოჭრა ქურდივით. რა ვიცი, ესე რომ ნახა და ჭაჭისული გაიგო რომ ალკოჰოლ შოტებიც არისო. სადა ვარ ჩეხები რა. სადა ვარ და მერკის გადავიწყებ მომავალზე ვარ. მენიუს უყურებ ლევან თუ რა არის? გადახედავს ხოლმე. მოკლედ მოვეწყეთ, მოვედით. კი, გავიდეთ, ავაკ ვარ დავრჩით. მოი ცოტა ხანი ერთი წუთი. რა მოიღეთ რა ვიცით? და მენიუს უყურებ ხო რო იცახი ბიჭო. ცოტა შორის ამინდიც კარგია და ადგილიც ლამაზია. აი ესე რაღაც ძველებურ სტილში გაკეთებულია. ხო, მაგას უყურებდი. მარიაში. და ის ნახე როგორი ფორდის ყავთ. ეს კანადიდანაა გამოყვანილი, ჩვენთან ბევრია ეგ. შენი სეთი ლამაზი ხარ. აუ თვალს არ ენახო. ლევან, მიდი ერთი შაირი გაჩიტე ვიდეოს იხოს ნახო. ესეთი ზდილობიანი შაილი. სტილობიანი შაი რა. ხიძე გადავალ მე და დააკვირდით ხელ მარში. დაინახავთ, არა. მე არ დაგვარ თხას ჩემი. ოხ მაგის. მარში სად გავიხედო მარცხნივ? აი გადავალეთ ხიდის. ო, დომინოს პიცა ბიჭო, დომინოს პიცაში ვიქეიფოთ. მოიცა. აი ხამია. აი კი დააკვირდი. ვა, ხეროზე გასნახე. რა მახავს? დაგენახები რა. როგორი სიყვარული გაქვთ ერთმანეთს? პირადი გზნობები გაქვთ. ბიჭო, რა ვიცი, მას შემდეგ რა ჯავა და ლევანი ერთად წევს ოთახში. სულ ჩახუტებულები დადიან პადრუშკინთან, რა ხდება? და ნახე როგორი ისა. უაჩირები დაახვედეს ასე. აი ასე. ასე პავლებში. ჯავა და ლევანი მოდიან, რა ვიცი. მაინც ევროპა. Toyota 80. 80. Viking. ნახო დაბა. ამხელი მე ვარ ნამდვილი ვიკინგი, ესე ასე. ნამდვილი ვიკინგი მოხუცების მაგივრა. აი, მოგინძალე მაგარი ვიკინგი ისახი და რეკლამა შოუები როგორც ლუკი ანგო მაგალითად და ხორცი ხო გვაქვს? ხორცი. აი, მოიცა. რა მოგვიტანეს? ხაჭაპური? ისლანდიაში. ისლანდიაში ხაჭაპური. ბიჭო, აი არა, რამდენსაც დაასხავ ყველას. ბიჭო, მე ამას ავაბარე. შევარნაძე მაიგო. ეს კი ეჯმორდები. ო, შავი ედიკე. ზურამ გვაგინა და მიიკეთა კარები. თავის პრობლემებია. ზურა ხა ის აგიდებს იმას. ეს როკინში დალევა რა. შენი მოგობილია. მე
ბრუნვაში არ არა, მაგრამ აკი ძროხა ბალახ. ხაბრავის. ნამდვილი სახე რაც არის ეგ არის. აფრანგული არა. შეიძლება გოგმამაჩია. გიხდება რა კიდე. მე არ ამიცხრა და ასე დაიწყო ჩვენი მესამე დღე. დღესაც სურაბატონი დაგვირდა საინტერესო გასვლას. ნახეთ თორს. გადავთ. როგორი მანქანა ყავთ. წავედით. რაი, მასაჟებს იკეთებ? თავის ფაში იყოს მაინც. საღო! აბა. ვა, ნეტა შემოუხიო. ზურა სად ვართ? ნაი ჯამათას მანქანა შეგვხვდა, ჯამათასი. ახე რა კარგი რამეა. აი მთელი გზა დავდივართ და სულ ესეთი საინტერესო მანქანები გვხვდება. მიკი ტომსონები აქვს, ბაჯა. აუ რა კარგი ტიპია, ნახე რა. აი ეს კიბეები უნდა მოხსნა მიშენების პერსპექტივა ეს რაღაცა. მეგონი ეწევა რა. ეს ელექტროა ძმა. ო, ნახე ადის. ო, იკეცება. ხელით მაინც იმაში. გარჩა ჩამოწეულია ანუ თქო. ხო სამი რიგი აქვს თან იმენა ეს კლასის რიგი. აგე დგას. იმენა კომფორტულად დაკვრა დაიშ. ცივი დუდი. ის რა გინდათ აბა? ბუტერბროდი ვაჭამ. ახე რა მაგარია. Can I see? Yeah, please. მექანიკურს აფასებენ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ საბურავების დაშვება ინდივიდუალურად შესაძლებელია სათითაო მხარეს. აი ესეთი მაგარი ფორდია. ანუ ძალიან მოყვარულები არიან აი ეს ადამიანები, აი ეს ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც აქტიურად მოძრაობს და დადის აი ამ ექსკურსიით. ფაქტობრივად ჯამათასნაირია. ანუ ძალიან მაგრად გაკეთებულია. მიკი ტომსონებით და 6 19 ნახევარს 46-იანები. ახი რა საინტერესო ადგილზე მიგიყვანა? აგე ნივა გინდა ძმაო, აგე ექსკურსიენი გინდა, აგე ეს უძღეურიც აგე ნივა თუხავს. ვაუ. არ გაიარო და გააჩერე. აუის, რა თვითონ მოწყმულია. ეხლა იგინები მან დავიწყოთ, მოდი რა. აი იქიდან. იმის იქით კიდე რა დგას? ფორდია.
ჭაბა. ის ნახე ჩემი. აუ, ეს ნახე რა. აუ, ეგერ მარშრუტას გას, თქვენი საფუძველი გაიჩნდა. კაროჩე, აღარ არის სასურველი. ეს იდა. აბა სათითაოდ გადავიღოთ ეს მანქანები. რამხელა მონსტრებია. შეხედე რა. სხვაობა რო გამოჩნდეს, ხო? ეს არის F450. ძალიან დიდია. ნახოთ აბა საბურავებზე რა ხდება. სუპერ სამპერები უყენია, რა ზომა. ნედა 49-იანებია. 21, 49-იანები. ამით ალბათ ტურისტები დაყავთ. დიდი ალბათობით. ხო, ზურამ ჩვენი მოვაყენოთ და ჩვენია. შეხედეთ რა. რა სისტემაა ამისთან, რომ რამხელა აპორნები უყენია და სუპორტები. ძალიან სასწაულია. მოგლეთ მეგობრებო, გაოცებულები ვართ ამ მანქანებით. იმდენად ყოველფეხ, ჰა? ვეღანაგერა ოფროუდერების მექა. ყოველფეხის ნაბიჯზე. აი სადაც არ გავივლით, აი ესეთი მონსტრები დადის და ეს ალბათ ამათი კულტურაა რა. აი მაგალითად აი ესეთი ფორტი კიდევ. ესეც ფორდი. რა თქმა უნდა დანიშნულებით იყენებენ ამას ყველას. ყველაზე მინიმალური საბურავის ზომა 44-ია. ვინც დადის უგზოობაზე და ზემოთან გადის მერე 50, 52, 56 იყო აი ეს დოჯი, რომელიც გადავიღეთ. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და ძალიან მაგრები არიან. დარწმუნებული ვარ, სწორად აწყობილია ყველაფერი, იმიტომ მორგებულია. ვახ, ორმაგი ბედლოკით არის? ეს დააკვირდით. სულ დახურულია შიდა სისტემა აქ დისკის. რანაირად შეიძლება ესე მაგრად გაკეთება ამის. ანუ ჩავთვალეთ, რომ ეს პირდაპირ მიდებული ამაზე და აქედან სულ დისკი. მთლიანად გარეთ აყენია ეგ დისკი. კი. გადავინაცვლოთ, ახლა წავიდეთ აბა იქითაც ვნახოთ რა ხდება. აზი არა ვარ სიმართლე გითხრა, მაგრამ დაშავებული ეს ეთქობა დიდი ხანი ასე იგი. ფიქრობ დანიშნულებით იყენებენ რა. და მაგარი რამე გითხრა ლევან,
აი იმას რაპტორს დააკვირდი დისკის შიგნიდან რა ხდება იმ რაპტორს რომ ხო ნახე რომელს? შიგნიდან რაპტორს დისკის შიგნიდან რა ხდება არა ხო მეგარაპტორზე გეუბნები კი აი ასე ყრია ეს მანქანები ყრია რა აყენია ალბათ გითხრეს რომ ძალიან ბევრი ეტყობა აქ აქვთ ამათ რაღაც სახელოსნო და ბოგერებზე უშენგენო ცოლი ვარემ დავათვალიეროთ ყველა აი ანალოგიურად ჩვენი ფორდის სისტემაზე ორი ამორტიზატორი როგორ შეიძლება დადგეს წირო დგას და ხუნავს ყველაფერს უკანა აქ გადატანილი საჭის ამორტიზატორები და დაცვის სისტემა უფრო კარგად არის გაკეთებული რა მიუხედავად იმისა ეს ღერძი მაინც დაბლაა მაგრამ აქ ამის პრობლემა არ აქვს რადგან თოლში დადიან აქტიურად ესე დაჩუქილი ალბათ უყრიათ ელოდებიან სეზონს როდის მოთოვს საღოლ მაგრები არიან ძალიან ვისაც ეს ჰობი უყვარს მართლა 64-ია აქ ისანიც უყვართ ალბათ ფორდის ნაწილები უფრო ადვილად ხელმისაწვდომია და საშუალო ადვილია კიდე ერთი მინუსი რომ ნახეთ სუჟანგიანია მარილს ოყრიან და რეალურად ეს მანქანები იჟანგება წავედით გავიყინეთ მახო გავიყინეთ წავედით აიყინეთ ხო ეს ქართული თემა არ არის რომ კიდე ახლოს მივიდეთ არეო მაცხელი ცოტა განზიარებდი არა გაჭედილია ცოტა ხანში ისე მზიანი ამენდი იქნება და მოეღრუბა აი ესეთი საინტერესო სახლებია დავათვალიერებთ გადმოდით გაიყო რა ხდება კაცო გადმოდით სანახავი როგორ კიბებზე გადადიან
აი ესე რომ მიდიხარ გზად აწერია რომ არ ახვიდეთ თაზეო ერთო საკუთრებაა სურა ესეთ მიწურებში ცხოვრობდნენ ადრე? რატო სითბოსთვის? სიტყვა ხერო არ ხონდათ ბევრი. ო. აი მარტო ზედანაწილი აქვს ხიზლენ გაკეთებული და ისიც ოკეანის მოტანილებს რასაც იპოვიდნენ იმას ხარობდნენ რა. აა. ესე დაანახე ომოხერხებდა. დავანათოთ? კი ბატონო. და მე მიაშენებდნენ ამას რა. უკანა კედელი მზად ხონდათ. ხო. ანუ შესასვლელის თემაში. ხო რა, იმას მიამატებდნენ და უკვე ნახე ერთი კედელი არა. ფარტი ქონდათ. ფარტი კონდათ და წინამხარი უკეთებდა რა. სიცხის გასავალი იყო მე. მაგას გეუბნები შესასვლელთები რომ ყვავილი გასულიყო ან პონტი იყო რომ ზემოთ კიდე ზედასართული იყო. ეს ბუნებრივი რაც იპოვიდნენ. ეს უკვე იქ საქონელი ყავდათ ხო წინ? საჰაერო. მარცხნივ სიტყვა და რამე დაიგავებინა. აი სახურავზე ბალახი ინსულაციისთვის და დავიდა. გამოხმაურში ცხოვრობდნენ. აბა 1000 ლაბაზ აიღო ახლა მაინც ბუნებრივი ყოველ ნაგრი კიდე რაღაც შემოყოდია საერთოდ. რაღაც ისა საზოგადოებრივი ლოკაცია. მასტერ ბედრუმია. მასტერ ბედრუმია თავის აშხანი. გარედან მიშენების პერსპექტივა აქვს. შოდა გადაუჭირა იცი რატო პარასკევია და ჩათვალე ხო ის გადაიდება სხვა გეთებს აქ რა არის რესტორანი? შავი სანაპირო. ეს ის შავი სანაპიროა. განთქმული შავი სანაპიროა. სურა სად მოგვიყვანე? ეს არის ისლანდიის ესე ვთქვათ სავიზიტო ბარათი ერთ-ერთი ბუნებრივი საოცრება იქ თუ გაიხედავ. აი ეგეთ ხიდივით არკა რომელიც ეს კუნძულები მე აქთან მხარეს ვიცადე შავი. ამას ქვია შავი სანაპირო. და ძალიან მალე დაინახო რატომ არის ასე საოცრებებს ნახავთ თამაში. შევიდეთ ხო ჯერ? შევიდეთ. ეს არის ვეშაპის კრები. ნეკნი, აუს, ხერხემალი. გასაჭმელი არ არის. ხო? ნაჭამი ბუტები. მაგას მეადე. ჩაკუჩილებ. ეს არის ვეშაპის ნეკნი და რაღაცები. ეს კა. ვეშაპის ჩამოვედით ოკეანის პირას. ოღონდ ეს მივიღოთ. სილამაზეა. მაგრად გაგვიმართლა. არც streams და არც ისეთი ქარია.
ახლა ამ ღადაობაში ლევანა მანქანა გაყიდა, ისე მოეწონა გიორგის პიკაპები. ლევანას რაპტორ შემოახდება კაკველენკო. სოფელი ვიკი, ხო? არა, ლამაზია. ოკეანის პირას. თავის ალოცავი ქონიათ. მე მგონი აქვს ძალიან დიდი სათბური, რომელიც მუშაობს, რა თქმა უნდა, ორთქლს და ცხელი წლებით. ფოტოშორის ენაქშიც გვაქვს ეგეთი. იყო ესეთი კურორტი მენჯი, რომელიც გააპარტახეს, მე ხალი უბრებოდა და ერთმა ჩვენმა თანამე მამულემ შეუერთა სათბურს და ამოყავს პომიდორი. ყველა სოფელს ესეთი მანქანები ყავს. მობზადებული. ესეთი მონსტრები. აი ეს გამოდის. ოპა. აი ავიჩეთ მაშინ სასაგაბო 100 ლარი. ერთი ბოთი. ჯამთ ყველაფერს ჯამთ. საით მივდივართ. მივდივართ გეიზერისკენ. გეიზერი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი გეიზერი. გეიზერი მე ფაქტიურად გადაიქცა ყველა სხვა პატარა და ყველა ზომის გეიზერებისთვის სინონიმად. იგივე სახელი დაერქვა ყველაფერს. ყველა გეიზერს ესაზახიან გეიზერს. აი ამის საპატივცემლო. აქედან რამდენი კილომეტრია? აქედან მიჩვენებს დაახლოებით საათნახევარი. საათნახევარი შეიძლება. ჩემი მაღაზიაში არიან შესული. მოლენ და გავგასავთ. ეს რა არის, რა გაჩიტეთ თო? ვოდკაა? ფერი არ ვარ არაფერი. არაყია? აზე უარგისი. საშინელება კარტოფილისა? კარტოფილი შენახე. ჩვენ კარტოფილის არაყი, კარტოფილი. ამას რო დალევ რეიკი ხდები? რა უაბარა თქვი? რა ვთქვი და მაინც ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს რა. აი ისლანდია კარგია, მაგრამ მაინც ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს, იმიტომ რომ უკვე მესამე თუ მეოთხე დღე აქ ვარ და ძალიან დამაკლდა იქაურობა. ძალიან ლამაზია აქ, ძალიან კარგია, მაგრამ აი სხვა არის რა, იქ სხვა ჯიგარია, სხვა სითბოა, სხვა სიყვარულია, საერთოდ სხვა ურთიერთობებია და მე მაინც იქაურობა უფრო მიყვარს და მომწონს რა. ისლანდიაში კი არა, სადაც არ უნდა იყოს ზოგადად უცხოეთში. მე აფასებ და მე ხვდები სამწუხაროდ, ასე რომ აბა ჩვენ გაუმარჯოს ბიჭებო, გაუმარჯოთ. მოვინახულოთ, მაგრამ ჩვენი გვიყვარდეს. ზურა მუშტებს გვიჯახუნებს, აგერ. არ მაგარი. ჯაბა როდის ივარდიში ბუში ტრენაჟორებზე? შორებზე არ მივარდიში, პარალელონა მავარდიში და ლევანში. და შინაურულ თემაში მივედი და Wow. Hello. ბანკარაში დამჭა სატელე ტელეფონი და გასაგები. რა უბერავს. ეხა ცივა?
არა რა მციო. დავედით გეიზერები დავათვალიეროთ. ერთხელ მოხარშოთ. საშლამა. შვიდასალარა დროვი. ჯაბა რამდენი მიეცი მაგ ჟაკეტში? 7000 ლარი მივეცი. თან აქციაში ისლანდია. 50 ვერა, საქმე კარგად. ფასდაკლებით იყო, ხო, 700 ლარი. და ჩაუ. შენ საპრესაც ამიდაფიდია. ოლოდინი მაგ ისეთი რა. სააღოლ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ისაა რა. იქი სხვებიცაა მე პატარ-პატარები იქიდანაც ასხა.